რაც ისმე და გადაიშვა თქვენ თუ ალერგიული ხართ მითხამე ვერ გეტყვით, მაგრამ ეს პროდუქტი არ არის ალერგიული და ახაც როგორ გაგიჩნდეთ სახიდან ირეცხება ის კი არის პერმანენტი ოსახელები. რა კიდე მაგ ბოქსში? აუ რაღაცებ ლაინერი არის კიდე ასეთი ლამაზი. ეს ის მე ლაინერს ვერ ვისმევდიდათ ასე რომ ლაინერი არის. არა წერია, მაგრამ ლაინერია. ესე რა დაასკვნო ლაინერი ხო რა წერია? ახო დაადგა. ოკეი, მაგარია ბა, დღეს რამდენმა მკითხა, იმე რა გაკისვა სახელზე. ელენარი გულწრფელი თბილი და მისი სახურავდები მომწონს. გეტყობა ისეთ მამას გულხარდა სუფთა კანიდან და ნუისმევ მაგ შხამებს. რატოა შხამი? უი რა კარგი ის არის ყავისფერი, ხო? აჰა. მოკითხვა გული ცვანი. მე რა კაი ფერია? რაღაცა მოკაო თუ რა ქვია მაგ ფერს? აი სელექტ ჯერა ეს ტინტი, აი დრო წავის შუადღის 3-ზე, ანუ ეს აპეროლი დავლიერ ჭამე, ანუ კიდე ესეთ ფერი რომ აქვს ტუცზე. აი კიდე კარგი ბენეფიტის ძვირიანი არ ვიყიდე. ვაუ. მაგრამ შატყვალეკანებ თუ ნუკის ტინტს იყენებ, გვანახე ეგ ტინტი რა როგორია? მადლობა ვარდისთვის ჩემო კარგო, ძალიან წამოვიღებ რა წამო. ვიგეთ, მადლობა პროსტა რანაირად წამაგებიეთ გოგოებო. ისე მადლობა საჩუქრებისთვის, ძალიან დიდი მადლობა. ტელეფონში ან ერთი კეთები ხოლმე მაგიარს. არ ვიცი და წარმატებებია, მადლობა ჩემო კარგო. არა, ეს ნაგავი არ არის, ანუ რაღაცა გაურკვეველო წარმომავლობის არაფრის მოსახელზე. ყოლისტარი რატო არის ნაგავი? რას გაიგებოდა ხო, ანუ ხა გაუგებარს არაფრის მოსახელზე. ვაუ. აუ. ვაი მე კალრო ვიცინი რა არის, კვილი ვარ მარტო, კიდე დავიმატო გავუმოქმედო. ლალიტა. აუ. ეხა გარშეისო ის ტუჩის ისის გვაჩვენე, მე მოიშორე. რა გაჩვენოთ? ის ნუკის მაქომეო ტინტიო გუშინაც რო ამბობდი. ეგ ისია ხოლმე სულ თითქმის. ეხა დღეს არ წავისვია. იყიდეთ ხალხო თქვენც დაისვენეთ, ვისაც ძალიან პიგმენტური ვარდისფერი ტუჩი არ გაქვთ, იდეალური არის. ისე შენ ბიჭები. რატო რიფერავ ტუჩს? და გახსოვდა ადრე შენ კითხე მაგაზე რჩევა და მე ბევრმა მითხარ რჩება რაღაცა მე დრო რო გადის შეიძლება რაღაცა ალაგ-ალაგ და მე აგეთ რაღაცები ის ხო რჩება მაგრამ რავი თუ გინდა რომ სულ გქონდეს შეგიძლია სულ გაიგეთო არ მინდოდეს სულ და ეხლა ეს ტინტი არ მეზარება ერთი წამი რომ გადავის ხო როგორ ლამაზად იცი ხოლმე ტუჩზე ის რაღაცა გლოსის და ფანქრის ისა კომბინაცია. გოგო აქ მაგ ლაქები ნახე? ხო და გეგონება სულ ტუისა ფანქარი მაგ აქცეულიო. უი, კუთხეში ხო ტუჩის იმაზე. აუ და ლაიქეთ რა. ხო შორის დაო არაფერი არ რჩება მე მაგ გაკეთებული დაფერვაო. ხო არ ვიცი ხა მე ვისაც ვკითხე ესე გადასვლის დროს ჭრელდება ეხა ერთიანად ფერი არ გადადის. ნუ კითხვა ძალიან მომწონხარ მადლობა მოწონებისთვის გაიხარ. დაკავებული ვარ. ძალიან მომწონს. გვაჩვენე ეგ ტინტი რომელიაო? გაჩვენებთ. მე ოღონ მკითხეთ და მეზარება გონიათ ახლა გაჩვენებთ. კარგი სპეციალისტი არ არის ანეტი, აი წარბზეც ეგრეა ნახე რამდენი მინახია. არ გადაიტარე, ანუ ძალიან ისია, გიჟდა. აუ, იმინა. კაიფერია ძალიან. აუ, ვაუ. ვაუ, იმინა კინკი გოგო გავხდი. სელენა კინკი. აი ეს არის ესენსი, ეს არის lip and cheeks, ანუ ლოყებისთვის და ესეთი აქვს benefits და ეს არის benefit-ის დუპი. უბრალოდ ეს არის 3 евро, benefit-ი 30, განსხვავება 0. აუ, იმენა კინკი ვარ. აუ, გოგოებო, ხო ვარ კინკი. ასე წაისმევთ. აი.
აუ დევიდ მადლობა ჩემო სიყვარულო მოდი გაკოჩქი აი ესეთი რა აი ეს გადაისმენთ აუ ეგ არის კინკი ინტი დაო პინტი ინტი აუ კინკი ვინკი ლალაპო პიპსი აუ კინკი ვინკი ხო და ჩოლკას ყიდი ხوارგი 150 ევროში რას მატენი დაო ჩოლკას აა დაი ხომ იხდება გაგზლი შლუხას ესეც აის გუდავარცხეთ ესე რა დაიხურე მართლა რო გიხდე და გავდე ვაგზლი შლუხას ესეც აისმევთ გაიჩერებთ 2-3 წუთი და მე მოიშორებთ დასაბანი არის აი სწორედ შენ ადრე ვიდეოში გეკეთა ეგ ვიციავ ტინკივი კი ვის ახსოვს სელენა ხუჭას ეღადავებოდა მაგაზე დაბოლიზე სულ გადაავდი მაქედან შემიყვარდა სელენაო აი ჩალკა გიხდე აი რას ვიტყოდი ჩემო ესე შევიშრო ბეთ სელენა იცი რა მოვიფიქრე დაო აქ რა გავაგზავნოთ ოთხ რაღაცა ბიზნესი აქ რა ჩვენ უნდა დავიწყოთ კოსმეტიკის გაგზავნა საქართველოში ვაუ ეგ იდეა მეც მაგ და ტანსაცმელების რა რა ზღადაო ხო და მე რო დაიკარგოს ფოსტა ხო და მე დოვალად არ დაიკარგება ესეთ პოსტას გავხოდავთ იმიტომ კი რატო არ ქენ ტუალეტი ხქვება მესაც ხედავ საქართველოში ძვირია რა ფერი ლამდე მოგიწევს და აიქე წავაგე უკები რატო არ ქენი მობა აუ ტინკი ვინკი ინტი what a tint lip and cheek ეროს ნატრებ რატო განატრებთ თქვა როგორ შეიძლება ეროსი გენატრებოდეთ როცა ეს არ არის აქტიური სოციალური ხალხ ყველაფერს გაპატიებენო მე მოგატებენ წახა პეტო მანგარიშის ნომერი დამიდო და ერთი ლარიც არ ჩამირიცხელზე ანგარიში დადე პეტომ დამიდო ბოტოქსის ფულს ვაგროვებდი და ლარიც არ ჩამირიცხელ და აი So ამჯერად დაო შენ ლარიც არ ჩაგირიცხეს არ ჩამირიცხენ და მე აგიპინა ნადიყიდეთ ეს ასისტენტთან საქართველოში ვიცი რომ აფთიაქებში არის ეს იდეალურია ხალხონტუჩი არის ცოცხალი ეს სულ ერთი ფერია მე როგორც ვიცი ჩემო კარგო აი ესეთი მუქი ეს ხის ფერი არის რავი იტალიაშიც იქნება ესენსი ყველგან ო სხვებს ურიცხავენ 500 ლარს და მე ლარიც არ ჩამირიცხე მე ჩაგირიცხავ დაო ერთ ევროს ჩვენთვის მაქვს მოსაგროვებელი სხვა რა გითხრათ სერენა შენ რას გაგვიზიარებ რავი აი გოგოს ესაუბრებოდი დღეს მაგალითად კაცებზე გორივარცხე მომწონს ეს წინა უბრალოდ უშნოდ არის შეკერილი თურქეთში კაი წინა უშნოდ კი არ არის შეკერილი ცოტა შეგიძლია აჩეხო ხო ბუნებრივია კი ხოდა ცოტა შეგიძლია აჩეხო როგორ ავჩეხო შენ არა დაო რა თქმა უნდა ვინც იცის შეჭრა იმას რომ შეაჭრევინო სამი ვარდი არა უშნოდ არის შეკერილი ეს არის ძალიან პატარა ხვდები ეს უნდა მოდიოდეს აქამდე აი აქამდე უნდა მოდიოდეს და კაი ვიცი აქედან არის ჩოლკა არა შენ ეგ სიგძე გეგზელება სელენა და ცოტა არის არა ეს ნაწილი არის პატარა თვითონ აი ეს მონაკვეთი იქ უკვე შენი თმაა და სადამდე უნდა იყოს ხო დიდი რო იყოს კაი იქნება
შენაირებს არ ურიცხავენ, ცოტა ჩაქლეებული უნდა იყო, მართალი ხარ ჩემო კარგო, ჩაქლეებული თუ არ. ჩაქლიებული ვარ, მე ესეთ ნორმალური გონი ვარ. არა, სხვანაირად ჩაქლიავებული ხო ხდები როგორი. აი მე ერთ ჭიქა აპეროლი დავლიე და მგონია რომ თვალი ვარ. რა დალიე? აპეროლი. მიშას კონსილერი რაღაც პონჩი თვალს მიმწვანებს. ანუ ერთ ნომერს ვიყიდავ და რატო არ ვიცი, აუცნაურია. მე მიშას ბიბი კრემი ვიყიდე და დიდი არაფერიას გადარეული იყო ხალხი. ხო, მარიასაც უყიდე, დიდი არაფერი არ. იმ დღეს დაგიტოვა ხო დატესტე? თუ არ დაგიტოვა? ხელზე ხო დავტესტე. არა, ცუდი არ არის, მაგრამ რა აჟიოტაჟიც არის და საქართველოში ყოველი მეორე გოგო ან მიზონის ან მიშას ბიბი კრემს იყენებს. აი მე ხო რაც გატრენდება, რომც არ მოეწონოთ, მაინც ჯერათ რომ კაია. ხო, ან ცუდი მართლა არ არის, თხელი ტექსტურა აქვს, მაგრამ ნუ ისე ფასი შესაბამისია, სერე 15 ევრო გადავიხადე და 15 ევროიანისთვის მართლა კაია. რავი, მე ჩემო კარგო Estee Lauderis სისი კრემი მომწონს 80 ევრო ღირს. აი მე Estee Lauder შენც ქონდა ხო ის W-ა რაღაც საშინელება რო არის, შენც ხო ქონდა ადრე. რომელი? ნინა ეგ ეხლაც ამაქვს მე. მე არ მოწონს, აი გრიმი გაქვს სახეზე ეგეთი შეგრძნება მაქვს. მართლა? აი მე მაქვს იცი რომ ნომერი შენ მე მაქვს ერთი არა, ნომრებით არ არის. როგორ არ არის? ერთი ვეს სანდარი ეს. აი, შენ ხო, მაგრამ შენ ხო გაგიჟდი მაკდონალდურზე. გაგიჟდი ხო მომეწონა, მაგრამ მე არ vicი, აი ისეთ შეგრძნება მქონი თუ სახეზე რო ვისმენდი, აი სკელი რაღაც რო ეგ უნდა იხმაროს იმათ, რავი, ძალიან დაფარო აქვს, ძალიან მაღალი დაფარო აქვს, მაგას მე დავტონალურებს, მე სისი კრემებს ვიყენებ, ვაიმდი და ხო, შენ რო გაქვს ერბორიანი, მეც მაგის ფანი ვარ, ეს ხო? და ვიკი რა კაია, შენ არ იყენებ ხო მაგას, მე წამევიღე. არა, და მე გეფიცები, მართლა აი ნახე, აი როგორი სავსეა, აი. ხო, დედა და კაი 50 ევრო ვერს მან. არ ვიყენებ, არ ვისმევ არასდროს და მე ვიცი ამბიანი. მე საქართველოს სერენა ვინმეს რო შეკადრო, ჩემ ახლობლებს რო რამეს გაჩვდა, ვაიმე, შენი გახსნილი ვის უნდა თავს მოგაჭა. ბაშო გახსნილი, კაცო, ეხა მე გიცნობ შენ სუფთა ხარ და ეხა შიგნით ხო არ ჩახტების და ადამიანი. არა, არ კადრულობეთ, მე ხა ვინმე მაჩუქოს, რა ვიცი, რაღაცაში სიტყვაზე ინ ჩანელი იყოს, რავი, რატო უნდა ვთქვა, თუ იცი რომ სუფთა ადამიანის არის, ხო, რატო უნდა ვთქვა არის? ნუ შეიძლება არ იჩუქო თვალის ფანქარი და ტუში და რაღაცა ხო, ტუჩსაცხი. ტონალური რაშის თიც ვერ ჩაყოფ, ხო, ეხა რანაირად უნდა იყოს ის? ნუ ეს მიშა, არაფერი არ მაქვს მოკლედ წასული, ხო იცი რა, შენსავით მეს ვიყიდი ყველა. კაი, ანუ რომ მოდივარ შენთან ლაივს ვრთავ, რომ ხალხის თვალწინ უარი ვერ მითხრა. აი და კიდე იცი რა მაქვს, მე შენ მათ ჩამოტანა მინდოდა, არასწორი ფერი ვიყიდე, ერთი მუქეს ტირტირი, ვაირალ რო გახდა, ვაიმე. მარიასაც ქონდა ეგ ჩამოტანილი. ეს რა კუშონია, რეკლამაში რაც არის, რომ იტყაპუნებენ სახეზე. აი მე სელენა, ამას რამოდენიმე საათში მე როგორი არის? მე მესვე ნათლობაზე ვიყავი, ორჯერ მესვა სულ და აი დაო 7 საათი სახეზე იყო უძრავად. ოღონ მართლა რასაც აჩვენებენ, აი როგორც ფარავს, ერთ-ერთში არის ზუსტად ცელე. ფორები? საერთოდ არ ჩანს, საერთოდ, ანუ ჩვეულებრივი არის გეგმება ფილტრი გაქვს სახეზე გადაკრულიო. აი რო ნახა, მე ცოტა სკეპტიკურად ვიყავი, მეთქი რა არის და ეს ცოტა პატარა გამოვიწერე, 16 ევრო ღირს პატარა რა. ეს ყოფილა სერენა რაც ყოფილა. აჰა. ძალიან კაია. დაგვათვალიერეთ დუხები რა გაქვს მაგალითად. და მე ჩემი სუნამების ერთგული ჯერ არ დამთავრებულა, ახლები არ მაქვს. ნახე, ჩემი შანსი, მე ვსხმარო 10 წელია. ლიბრე, რომელიც 2 წვეთი დარჩა, მაგრამ ამას ვადაბი გაზდის. ლიბრე რომელი გაქვს, ჩვეულებრივი თუ ინტენსიური? ინტენსიური, აი ნახე რა ცოტა მაქვს. ხო. ეს სუნამა, რომელიც არ მომეწონა, ეს კაიალი რა არის? რატომ მოგეწონა? მომეწონა და ჩემ ფავორიტი, ეს იტალიაში ვიყიდე, მე ვიქტორიას სეკრეტს საერთოდ სუნამოები ქონდა. კარგი, არ ვიცოდი, აი სლოსინები და ეს აი თუ ვინმე გოგოები შენ მაყურებელმა მაიცის, ვაიმე. ეს არის რაღაცა, ვაიმე. აი რა გითხარი,
რომ ხო ნახა, იქ გინდა რომ საკუთარი თავი შეიჭამო. ისე მართლა? კიდავ. ეს ფაზაკლევაში ვიყიდე. ნუ ხელა არ იყიდე და 5 ლიტრი არის ლამის მე მგონი 70 ევროს თუ რაღაცა ფაზაკლევას თან კაი. მე ამოს არ ვღალატავ და შანელი და ეს რომ ვითარდება იგივე ვყიდულობ. შანელი და ლიბრე? შანელი და ლიბრე, ხო და ესეც არის. ესეც ის არის, ხო, მე არ მიყვარს სუნამოებში. ზოგი ხო აი ლიბრე მოწონს ყველას ავტორია. აი ლიბრე არის ესა რა თან ესეთი სუნამოსუნელი არის. აი თითქმის ყველას მოწონს. რაღაცნაირი არის რა, როგორ გითხარი. მე მაგერ სამჯერ მაგნაყიდი ლიბრე. ხო, იმიტომ რომ ისეთი რომ სულ გინდა რომ იყიდო, კი? მართლა ეგეც უნდა მოვა. ისა რა ქვია, ლანკომის ლავიებელის არ მოგეწონა? რომელი? ლანკომის ლავიებელი. ეს რა მეტკბილასელე ვარდისფერი, ხო? ხო. ხო, საკუთარი თავი შეიძლება. ვარდისფერი არა. აბა? არა, ვარდისფერი. მე არ ვიცი თამოსკინის ბიბი კრემი არ დამიტესტავს მე. იქროა ფასი აქვს რომ აქ ფასად არის შანელს ვედი. მაგრამ ეს არის კენდი ნოირ თუ რაღაც ეს კაია ძალიან. ჩუპაპი მონიანიო. ასე მე ძალიან კარგი გემოვნება. მაგრამ პარადოქსი ვაიმე ინტერესი. ვაიმე გმინდა ეხა ვიყიდო აღარ ვყიდულობ იმას ლიბრეს. კი მეც გმინდა. ასე ბიჭები თუ მიყურებთ მე ძალიან კარგი გემოვნება მაქვს სუნამოებში ჩემს შეყვარებულს ეს სუნამო ეს მამაკაცასხია აუ ის კი მე ორივე მომწონს სასწაული ასე რომ ეს თქვენი შეყვარებულს ვისაც ქვას ეს სავაჟი თუ როგორ ის სავაჟი და სავაჟი ხო ის ანუ ის ხოშოს მე მიყვარს ის სუნები კაია. აუ, მამაკაცის სუნამები ძალიან დედაჩემსაც უყვარს. მე დედა ჩემსაც სუნამებს რომ რამე გამომიძა ცივი სუნი მეტყვის ხო? დედაჩემსაც კი. დედაჩემი ხმარობს იმას, მოიცადე რა ქვია, ორიფლეიმის პერსივი თუ რაღაცა ქვია. ხო, კაია, ემალო. ხათუნა. ეს მის დემოვნება. მარკიზა დეზედორი იცი ემა? არა, ესა. აი მე საქართველოში იყიდება ბაზარში. აი მე აფრილს დედაჩემი მაგ დეზედორზე. მარკიზა? მარკიზა ხო. აიცი. მართლა კაი სუნია. დეზედორია, გამორ მაგარი სუნია. მადლობა მაკა. ხახა დავაიქეთ რა. გოგოში. სხვათა შორის ზარა სუნამო რო გითხარი პირველად ვიყიდეთ ხო გამოვცაი ნახე ბოცას არ ვარდებ ეს არის შანელის შანსის ისეთი პატენტი დაო რომ რავი რა გითხრა რა დავცაი რაღაცებს უყიდულობენ რაღაცა კლონები რომ მაგის ყובה ჯობია ზარა იყო არა სუნამო რა გამყოლის აი ვიღაცა რო ყიდის ქალოს სუნამოებს 400 ცალი 500 ლარათო თუ რაღაცა და ხალხს ჯერ არა ორიგინალია ბიზნესების უბრალოდ ჯერ ასახელები აი მე ანუ წარმოგიდგენ 10 ლარი გამოდის მე მგონი ერთ სუნამო შხამია ხალხო ჩვეულებრივი ეგ აიდან გამოვწერო არ ვიცი ტირტირი ჩაწერე ანუ ეს ჩააგდე გუგლში და ამოგიგდეს მე არ ვიცი აბედნიჩ რა საიტიდან გამოწერთ თქვენ ჩაწერილებისთვის იცით რამეო ცხვირზე მე ხელით ვიწმინდა აი გუშინ ეროს ვეუბნები ეროს მომაჩიჩქნია ბაშავწეთლები მე ჩემი ვიყიდე რა არ ვიყიდე მაგისტრის და არაფერი არ აშორებს აი აქ არა აქ მიჩნდება ხოლმე წვერში და ხელით ვიშორე წითელი პილინგმა შველის ისე სელეროს მოგითხრა მე აი აქ ძალიან ბევრი გამიჩნდა და ამაში და წითელი პილინგი შველის აი ისიპარი სუნამოზე ხალხო გამიგია ვიღაც წერსელი და 600 ლარი მივეცე სუნამოს და არ მომეწონა სუნიო მე ბევრი წამიკითხა და გამიგია რომ ისიპარში სუნამოს იცი რა არის სუნამოებსაც აქვს თავისი ვადა შეიძლება გასული მინახავს რომ მე ქლოის ტესტერი მაქვს და სხვა შორის დღეს დავისხე ეგ ტესტერი და ქლოის თუმე რა სუნამოები ქონია თქო თქვი აი აქ ხო ერთი აქ ძალიან პოპულარული გონი ეგ მაქვს მე ტესტერებით მაქვს სავსე ის ჩანთაში ჩასაგდებად მაქვს ხოლმე ჩანთაში ჩავიდე მე მეც მიყვარს ტესტერები აი ეს ქლოის არ ვიცი ეგეთ შავი წარწერა აქვს იმაზე სადა ანუ
იცი რომელიც აგა ჩვენ როგორ ახარ? ამიტომ რაღაცები მიყრია 80 წელს რა ვარ. Cause no minutes. რატომა ემა შავი ეხა შემოვედიო. ზაგარი მიიღო. მანჩო მადლობა. Sephora-ს არ ვიცი თუ აქვს, მაგრამ ბევრი მასა აქვს. ეხა ემა შენ მარტო გისვია, სახეზე ტონალური არ გისვია. არა. მარიასაც მოეწონა რა კაიაო წეღა რომ ნახე. რა არა დუქ რომ ხო წაისვით მოგეწოება მოახვალო რა ვიცი სექსულ მოდისა ჯერ ვერ მოახვალო გადაგდის. ერთ დაბანაზე და იმასი არა ეხა ხო რომ დავიბან არ ჩავამო შევზეგრო დაიბან ხა თუ გაიჩქნი და ახ რაღაცა ხო მაგრამ ჩვეულებრივ დაიბან და საფარი არა რჩება სხვათა შორის ძალიან კაია სელე აი ძალიან კაი არა მაგრამ მე არ მიყვარს შავე მე მინდა უფრო თეთრი და თეთრი ვიყო სელე მოკლედ სელე შენ გიწერე ვიშის და ლაროშეს ხმარობ სახის ლაქებზე რას მირჩევ სახის ლაქებზე აი მე ლაქების პრობლემა რავია რაზეც არ მქონია ლაქებს ვიცი შველის ნაცინამიდი აქ ფორების პრობლემა ჩემო კარგო ფორებზე ზადიგი თეთრი ხო სელენამ რო ამოლანდღა მეც ამის ინტერესი დაუყნოსე ვაიმე რა სუნია ქუნდა ვიყიდო თან ფასდაკლებული ხა ისიპარში არის 40 ევროდ 30 მილიგრამი კიდე მასი ატყდება სულ მაგას 40 ევროდან დაო სულ ყვავილების აფეთქება ანუ სასწაული აი მე გრძნობ ოფლის სულს რა გავაკეთო აი ჰალო ოფლის სულთან კავშირში არც არის მაგონებს ეგრე აი ადამიანი რო გაოფლილე და დუხს მიისხამს ეგეთი სუნია დაახლოებით ხო თეთრი მომეწონა მეც 30 მილიგრამი არის 40 მე რაღაცა 5 რაღაცა ისიპარი გვიგზავნის რა წევრობის ფასდაკლებს გონიათ 30 ევროში მომივა ანუ ნაჩუქარი მე ლაქებზე მაქვს შემოკარგო ორდინარის ნიაცინამიდი 30 მე ლაქებზე გეტყვით ახლა რასაც რა მუსერინაც მაგას იყენებს პრინციპში ახლა რასაც ამბობდა თვითონ ნახეთ აი ეს ითელი პილინგი აი ეს მაგშავწელი არ ვიყენე ველის ხომე რეტინოლს აღარ ვიყენე შინდა და აღარ ვიყიდე მე შეგეშინა და რავი გოგო ასევე შინოდა მეც ვიდეოებში გადაიბა აი მე სახე ამიწვა ხო არ მეც და ვეროს იყენებს ანა ამცირებს ან ფორებს არა უწია და ნიაცინამიდი მაგრამ ითელი პილინგი არის ძალიან კაი არის გოგო გამომაყარა ლაროში არ არის, ლაროშეს არ არის, არის ორდინარის, აი. ძალიან კარგია. აი ძალიან კარგი. ეგ რამდენიმე წამი უნდა გაიჩერო ხო სახეზე? არა და თუ პირველად ვიყენებ 5 წუთი, მე გაზი კვირაში 2-ჯერ 10 წუთი, თხლა წაისმევ და ჩამოიბან, მაგრამ აქვს შევწეტილები ამომიძახ რომ ნახავ სახეზე, ნახავ და ისე მომიკრიალა სახე, სულ 4-ჯერ მაქვს გამოყენებული არა და ძალიან კარგი არის. მაგის მეც მეშინოდა ერთ წელი მაგას ვაკვირდებოდი, მაგრამ არ შეგეშინეს. ხელზე დატესტე, რეაქცია თუ არ მოგცა და თუ მოგეწვა სახე, გოდნა ნორმალური არის. ანუ ფორების პრობლემა და ორდინარის ოფიციალური საიტიდან. შენ იცი რა ორდინარს მე საქართველოში აფასებად ყიდიან? ძვირია ხო? დავირიე რო გავიგე და აქ 6 ევრო როღის ნიაცინამიდი და ეს წითელი პილინგი ხის 10 ევრო. ხო. მე რასაც ვიყენებ ფორებზე, სპეციალურად ფორებისთვის, ოღონდ ეგ ძვირი ხარ 26 ევრო. 170 ლარი აქო. რა ხალხო? არ არსებობს ახლა 6 ევროიანი ნიაცინამიდი ამდენი რო ღირდეს. არა, მაგდენი არის 50 არის. და ასევე ვისაც გაწუხებს წარბის და წამწამის სვენა ეს ორდინარის წამწამის და წარბის სერუმი არის ძალიან კაი. მე ცუდად დამიგძელეს და დამაცვინა და ნახე რა სიგძე წამწამები გამიზარდა ისევ ჩემი. იპრი ხა მაგითი? არა და ხო ამას ესე ჩოტკი აქვს რა და ეს არა ამ ხაზზე ისმევა და წარბზეც დაბანილ სახეზე რა თქმა უნდა ისე გადაისმევ ესეთი სითხი აქვს რა
და მე ცუდი დაგრძელებისგან გაუბედურებული წამწამი ერთ თვეში აი ამ ხელამა გაზდილი კი ხედა, უბრალოდ მე არ ვიტუშავ იმებს, რა ქვია. გვაჩვენეო, აი, ხო ესე. ორდინარის მულტი ლასი დროუს. გამარჯობა. საბერძნეთში ძვირია. მიოცინამიდი ფანატიკოში 26 ლარია. შრატი 45 ორდინარისი. თავის მოვაზე დავიწყო, სელინა სარიყოს ისე მიყვარს ლაპარაკი, რომ გადმოვალაგებ თელ კარად. მაგრამ ხან ის არ რა ქვია. კანი რო გაქვს, მე ჩემი კანი ხა მოშვებულია სახეზე და მაგიტო ამ ფორებს კი ვამცირებ, მაგრამ მაინც და ასევე თმისას გირჩევთ, ჩემთან ძალიან აქტიური ლაივია, ყველას აინტერესებს თავის მოვლა. წავედი, მე წავედი რომ მოვიქიშე დავიწინებ, აბა ღამეში და მეგობრებო, კარგად. ყოველთვე არ ვიგზელებ. და ძალიან ცუდად გამიკეთა რა და აქ მქონდა სულ გაცვენილი. ნახეთ ახლა რამ სიგრძე წამწამი მაქვს, შეხედეთ? აი აქ კიდე ჯერ ოდნავ ისე არის დარჩენი, ნახე რამ სიგრძეა გაზრდილი რა. არასწორად აგზელებს ბევრი კი, გეთახმები. მეც იმდენი წება მქონდა, რომ გამცვივდა. და ასევე ზოგადად ვისაც ახლა გრძელი თმა გაქვთ, გრძელი თმა რა გინ მოკლე იყოს. ძალიან ანუ ისედაც ლამაზი ხარ, მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა მიცოდეს, რომ შამპუნში იდეაში ყველა ძვირი არასდროს არ უნდა გადაიხადოთ გოგოებო. თანხა უნდა გადაიხადოთ ძვირი თმის ნიღაბში და დამცავში სიცხისგან ის ოლაპლექსის 9 რაშუ ვიდი გოგოშკური ლაივი გვაქვს თავის მოვლას უზიარებთ ერთმანეთს ანუ კი ვაი მე ხომ თავის მოვლის ხასიათზე არ ვარ და წავედი მაშინ მიდი მაგაგიფუჭი განწყობას წარმატებები კაი ხო და ისა ეს არის ოლაპლექსის 9 ნომერი იდეალური ზაგარი გაქო ის მისვია წეგანვე ჩვენებდი ბრონზერის წვეთები გამამუქებელი გაჩვენებ შენ ძალიან კაია უკეთ ეს არის ოლაპლექსის 9 ნომერი რომელიც არის სიცხისგან თმის დამცავი რა ერთ წვეთი გინდათ ხელზე კარგად ქაფთება და აი მთელ თმაზე წაისმევთ და აი მართლა კარგია რა და თმის ნიღაბი ან თმის შამპუნში ან ძვლის გადახდა არ ღირს აი წლები ვათხრეშთი ფულს ოლაპლექს ეს შამპუნებს აი რამდენ ფულს ხარჯავდი იცით? არანაირი აზრი არ აქვს შამპუნი უბრალოდ რაღაცა ორდინარი არის ტესტება ცხოველებზე. დამცავ ხა ოლაპლექს რა თქმა უნდა ძვირია და ხა ყველა ვერ გადაიხდის მისმის რაღაცა 200 და 300 ლარს და მაგისი ბიუჯეტური ვარიანტი არის ლორეალის ესეც ძალიან კაია თმისგან დამცავი. აი ეს ძალიან კაია. ცხიმიანი თმა გაქვს. არა სხვა შორის არ მაქვს ძალიან მიდრეკი ცხიმიანობისკენ სკალპი, უბრალოდ სუთმაზე მაქვს ხელი რა. აი სუთმაზე მაქვს ხელი და ეხა დღის განმავლობაში 500-ჯერ თმაზე ხელს მოიკიდებ, უკვე მეორე დღე შევე თავი დასაბანი გქონდეს, მაგრამ მე ყოველ მეორე დღეს თავს არ ვიბან. რა კარგად გაზის მე ოლაპლექსი მაქვს ყველაფერი, მაგრამ გარშემოტვინის ხუნავენ ტყუილად. ოლაპლექსში როგორ არა ტყუილად გადაყრით თანხა არ არის, ხა ოლაპლექსი ღირს. ოღონდ შამპუნი, ნუ არ ვიცი. ჩემზე ყველაფერი არა, ოლაპლექსის მე მაქვს ასევე კონდიციონერი. აი ეს. აი ამაში ღირს თანხის გადახდა 5 ნომერი, აი. აი ეს. ეს 5 ნომერი არის კონდიციონერი, რომელიც არის ვთქვათ, აღმდგენი, ყველა ტიპის თმას ერგება რა.
აი ამის შოფული გადაიხადოთ ღირს ოლაპლექსში, მაგრამ შამპუნში და რაღაცეებში ჩემი გამოცდილებით არა. მე ზოგადად ყველაფერს ტესტავ ხოლმე, რაც ფრაშის ფული არ მენანება, არის თმის მოვლა, კანის მოვლა, ტანის, მაგრამ ბევრი რაღაცები არის, რაზეც უაზროდ ყრით ფულს, რაღაცა ბრენდის სახელია უბრალოდ და მისი ბიუჯეტური ვარიანტი, აი გინდეს ტუჩის ტინტი აიღეთ, ბენეფიტი 30 და ესენსი 3. იგივე საქმეს აკეთებს. I'm just a girl and yeah. აურეები არ ვცადე ხალხო მიულერიდან გამოზირულმა ყველა შამპუნი არც ერთმა მიშველა როზმარინის გარდაო. ხო, ანუ ისიც რა არის, ვის რა უხდება კიდე ეს არის რა. ეხლა მე მაგალითად რომ მომწონს, რავი, რა ვთქვა, ოლაპლექსის კონდიციონერი, მას არ ნიშნავს, რომ სხვასაც მოეწონება რა. სერენა გავიდა, დაღლილი იყო, საულაივ შემოვიდოდით, ვილაპარაკეთ და დაღლილი იყო ისედაც. ხო, გერმანიაში, ვაიმე, გერმანიაში ვცხოვრობდი, გამინადგურდა, ანუ თმა და ყველაფერი გერმანიაში ვცხოვრობდი, რამდენი წელი ხალხო? 5 წელი თუ 6, ვაიმე, ჰორორი, გერმანია რო დამართა, ანუ რავი. მაგრამ ხო, აი ერთ მე ორდინარი მიყვარს, ზოგადად ადრესით როგორ ვყიდულობდი პროდუქტებს წლების წინ იმპულსურად, რა ხარ ვნახავდი რაღაცა რა ვთქვა, აი შანელის დამატენიანებელი და აი მიყიდი, იმიტომ რომ შანელია ლამაზი შეფუთვა და რაც დავიწყე შემადგენლობის კითხვა, აი მე უკვე მივხვდი, რომ აი ორდინარი შემადგენლობა რომ ნახოთ და აიღოთ რაღაცა სერუმი, რა ვიცი, სახის დამატენებელი, ავიღოთ შანელი. და წაიკითხოთ ორდინარის. ანუ ორდინარს ისეთი ფორმულა აქვს და ისეთი შემადგენლობა აქვს, რომ აი ჩვენებად ჩაძირავ შანელის კრემს. მაგრამ შანელი არის სახელი, ანუ სახელი იყიდება. ანუ შევა კრემის ღირებულება არის რა 20 евро, მაგრამ პლუს 70 იქის სახელი რა. ეს ყველა ბრენდში ეგრეა, აი კერასტასი ავიღოთ, ხო? კი არის რაღაც პროდუქტები, რომელიც მართლა კარგია თმისთვის, მაგრამ მე ხა ჩემ თმაზე ნიღბად, ანუ ნიღაბიც მქონდა კერასტასის ვარდისფერი ვიყენებ გარნიერის ნიღაბს. ქოქოსის არის, ოღონ 1 წუთი უნდა დაიტო, ხო, 3-5 წუთიანი მასკევეს არის 1 წუთიანი. სულაც 5 евро ღირს. ანუ 40 ევროიან თუ 35 კერასტასის ნიღაბს არ ჩამოუვარდება კი არა, სად ვიყავი აქამდე თქო. აი რაღაც სასწაული ნიღაბია, ხახო ეს გარნიერის ქოქოსი ახატია, ყავისფერ შეფუთვაშია რა. აქ 5 евро ღირს საქართველოში არ ვიცი. საოცრება არის. აი საოცრება თმა გაქვთ, რავი ხა ჩანს ჩემ თმას, რა ხარის, როგორი ხარისხი აქვს. კი ეგრეა სახელია, სახლის გამო ძენი ფასები, იმხელა ფასები აქვს, ზოგი რაღაცა კაი, მაგრამ ზოგი დიდი არაფერი, მაგრამ ძალიან კაი გოხა, თეოშკები ძალიან დიდი მადლობა. ფოტო ჩამიგდა მაგის ხო, ლიდლში რა. გარნიერი არ ვიცი, მე ლიდლში არ მიყიდია. კერასტასი მართლა მარტო სახელია და არა, არის რაღაცები კაი, მაგრამ თუ ანუ როგორ თქვა რა, როგორც აღნიშნე უკვე უფრო სწორედ, თუ აკვირდებით შემადგენლობას და კითხულობთ შემადგენლობას და ბრმად არ ყიდულობთ, აღმოაჩენთ, რომ ძალიან ბევრი პროდუქტი არის თქვენს გარშემო, რასაც მეც ვერ ხედავდი, ადრე დაბრმავებული ვიყავი და თქვენც აღმოაჩენთ მოკლედ. თმას ვიღებავ პალეტი არის, პალეტის ლურჯ შავს და ჩვეულებრივ შავს ურავ ერთმანეთში. მაგით ვიღებავ, ჩემი ყველა დროის საყვარელი საღებავია. თუ გინდათ ჩამერთეთ გოგოებო, ვისაც გიყვართ ბიუთი რაღაცეებზე საუბარი. ნიკა, მადლობა, ძალიან დიდი. მადლობა. ვისაც გიყვართ ბიუთი თემებზე საუბარი, შეგიძლიათ მოხვიდეთ. და ასევე კიდე რა არის ძალიან ჰაიპში. მაგრამ ხო შავი საკმარისად იმ მზეზე რო გავხედავ,
სადღაც წაბლისფერი მაინც ურტყავს. აი მაინც და ამისთვის ახლა გამოვწერე, ერთი უცხოელი ბლოგერი მყავს, ძალიან მიყვარს და იმ გოგოს აქვს სასწაული შავი თმა და თურმე ჩემო კარგებო, ვინც შავად რამდენი დაბალი ჩამოდი. არა, ეს აღებავი არ ჩამოდის, ან მე მაქვს ძალიან მუქი ქერა თმა რა, სანამ ჩემი ძია წამომეზრდება, ეგეთ ხასხასა შავი მაქვს. მაგრამ უფრო რომ ბზინვარე შავი გქონდეს, თურმე უნდა ვიყენებდეთ თმის გლოსს. და მე რატო არ ვიცოდი ეს თმის გლოსი რომ უნდა გამოვიყენო, არ ვიცი. ეხლა გამოწერილი მაქვს, გონიო, ცოტა ძვირია ახლა 40 ევრომდე ღირს, მაგრამ დიდი შეფუთვაა. თურმე ეს თმის გლოსი თუ არ გამოიყენეთ, ის სიბზინვარე რაც მოგწონს, მაგის გარეშე არ გამოდის. აი მე ხნას ვერ დავიდებ ვერაზროს თმაზე არ არსებობს, იმიტომ რომ ოდესღაც რო ჯერ შავიდან გადასვლა რთულია, რომ მოგინდეს ჩათვალე ვერ გადაიყვან ხნით შეღებოს, თორედ მეც ვიცი რომ ძალიან კაი შავია. თმა მაქვს უხეში რა ვუშველო მირჩიე რამეო. ძალიან ბევრი ნიღბები, ბევრი ზეთები, გლოსი კი, ქერათმასაც აქვს ანა სხვათა შორის გლოსი. აი შეგიძლია ნახო ქერათმის გლოსი, რომელიც ძალიან აპრიალებს თმას და იმ სიცოცხლეს და ფერს ძენს. ანუ აი TikTok-ში შეგიძლია ჩაწერო და ბევრი ვიდეოს ამოგგვიდებს. ბევრი ნიღბები, ნათი, ძალიან ბევრი ნიღბები და ზეთები უნდა გამოიყენო. აბუსალათინის ზეთი, როზმარინის ზეთი, აი კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ გაიკეთე. აი აბუსალათინის ზეთი აი ძალიან კაი თმისთვის. და ყოველთვის დაბანის დროს მასკა წაისვი თმებზე. დაიტოვე 2-3 წუთი. და გიშველის და რა თქმა უნდა დაზიანებული თმის შეჭრა. მესმის რთულია რომ თმა შეიჭრა, შეელიო, მაგრამ ხო. კი ვიცი ერთხელ ვცადე ხნიდან სხვა ფერი 100 წელი ვიჯექი სალონში. რომელ მასკას გირჩევთ? ბიუჯეტურს თუ ეძებთ გარნიერს აქვს ძალიან კარგი მასკები. ძალიან კარგი ესეთი ლაივი. ხო შევამიერთით, მე თქვენს ჩამერთეთ, არ არის კამერა ჩართოთ საჭირო, ისე შეგიძლიათ აქ ამოხვიდეთ და ვილაპარაკოთ, ანუ დავიძინებ. ხო. კიდე რა გითხრათ, რა გავუზიაროთ ერთმანეთს, გოგონებო და ლამაზებო, ვაიმე როგორ მეძინებო. ჩვენთან პირველი ნახევარია, მაგრამ მეგობართან ვიყავით გასული, დღეს გარეთ გასვლის დღე გქონდა კვირაა და რაღაცა აპეროლი დავლია, შამპანიური და წამაგდო, მე ზოგადად ალკოჰოლს არ ვსვამ, ანუ რა ვიცი, წელიწადში ალბათ 3-ჯერ. რომელი ავტორი? ავტორი არ არის ქეთი, ეს არის კოლისტარის სახის ბრონზერი, ესე წვეთებით სახის და დეკოლტის. და ავტორუჯი თუ გაინტერესებს კარგი, ტოპი კრემი არის სასწაული. შავზე გადავედი, აღარ ვარ ქერა. ძველი სურათია დამტანჯა შავმოყავისფრის გადის. ხო, მესმის შენი, მაგრამ ანუ ურევ ხოლმე შენ ლურჯ შავს და ჩვეულებრივ შავს ეგრე იღება, თუ არა შენს გლოსის ცადი, ახლა მე უნდა გამოვიწე. ვნახოთ. კარგი ჩამოკარგო, მე წავედი, კარგი და 7 ლაივი, კარგი ჩამოკარგო. ტანისთვის ტოპი კრემი, როგორც გესმით ეგრე, საქართველოში ვიცი არის. ზღვისფერი ლინზები ძალიან მოგიხდება. მაქვს, იცი რამდენი ლინზები მაქვს ხალხო? შენი დამიწერე ყოველთვის შენს აქვს სასწაული ლინზები და მე ვიწერ ყოველთვის გრეის. მე ლურჯი არ მიყვარს რა. გრეი ფერი მაქვს, აი თუ ახალი ლინზა მაქვს. და ძალიან მიხდება, აი ზოგ ვიდეოში მიკეთია, იშვიათად. მე სივარ ხა, იმიტომ ვიხედები მაკიაჟის მაგიდაა ჩემი რა. და გუჯრა არის როგორც ხედავთ და იმდენი რაღაცეები მაქვს. სეტაპს არ ვიყენებ, ახლა სელინას ველაპარაკებოდი მაგაზე. აი არ ვიცი, არაფერს ყიდულობ და არ ვიყენებ, მაგრამ ხა იმდენად აღარ ვყიდულობ უკვე. ბელგიაში მაგრამ ხა ბელგიაში ხო ტოპი კრემი აი შეგიძლიათ ცად იყიდო? მედი მარკეტი რო არის რა, ეს აფთიაქის ლოგოსავით რო აქვს. მან ხო ყველა სკინქეარები ყველაფერი იყიდება და მან არის ტოპი კრემი თუ არ ვცდები, ღირს 19 евро, არ ვიცი, ზუსტად მართლა არ მახსოვს, ან 15 ან 19.
და ძალიან კაია, არ ჭრელდება. ოღონდ თავარი არ დაგავიწყეს, კარგად გაისკრაბე ტანი და მერე წაისვი და არ აგიჭრელდება. ნუ სახეზე მაინც არ გირჩევ, არ გამოიყენო, სახის გამოიყენე, იმიტომ რომ რა ვიცი, მაინც წერია რომ არ უნდა გამოვიყენოთ სახეზე. ხო. ლინზები რომ გამახსენეთ ახლა. ფერმის რაღაც გამოყენებულიც მქონდა, იცით? აქ ეს არის, არ ვიცი. Powder foundation-ებზე რას ფიქრობ? ეგ რომელია, ანუ powder foundation რას ნიშნავს? ესა რამე ტექსტურა აქვს, ანუ სიტყვა ხო გავიგე მეუბნება, მაგრამ როგორია ეგ? L'Oreal-ის და Maybelline-ის არ მქონია არასდროს ტონალური. აი მე წეღანაც ვაჩვენე. მე ზოგადად არ მიყვარს ტონალურები რა. ფილიპ მარტინის საღებავარი კარგი შავად ვიღავა მეზე ჩემი აღმოჩენა. ხო სხვა შორის სალონურ საღებავებზე ამბობენ რომ უფრო ინტენსიურია, მაგრამ სალონური საღებავების რო გავმიყენები, აი ძალიან კარგ მზეზე რო გახედავ, ხო? აი მაინც ვერ ჩავკალი აი ის ყავისფერი ეფექტი რა და აი ხამ გლოსი რაღაცა ისეთ სასწაულია მართლა თმის რომ მაგას ფიქრობ. ტირტირზე ვიტყვი ყველაფერს კარგს. აი რა ხელზე გაჩვენებთ ეხა როგორია სახეზე ახლა მაგას ვერ წავისვამ, მაგრამ ეხა ხელზე გაჩვენებთ მე თქვენ ამ ტირტირს. ეს ოღონდ ჩემი ხო ასელეს რომ უნდა ვაჩქო ის ხო არ არის. არა. ეხა გაჩვენებთ მე თქვენ ამის powers. ნახეთ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გამოიყენოთ. ნახე, ხე პატარა მაქვს ნაყიდი. აი ამას რო ესე გახსნით. ნახეთ? ვიცით ერთოთი პროდუქტს რო ამოიღებთ, ხო? აი ეს ნახეთ? რამდენი, შენ თქვენ ხა ფიქრობთ, რომ ცოტაა, ხო? ეს. ანუ ეს სახურავი აქ ტყუილად არ აქვს. ნახე, ამაზე უნდა დაიტანოთ ესე, თითქოს დატოვოთ. და მერე გადაიტანოთ, აი უბრალოდ ნახეთ, ეხა თქვენ ამის დაფარო ერთ წამი. ნახეთ. ვაიმე მძიმე არის, კი არა საერთოდ ვერ გძნობ სახეზე, თუ რამე გისვია. აი, რაც ვიდეოებში ჩანს და რეკლამებში, აი ზუსტად ის არის ხალხო. ოღონდ მართლა მე პატარა მაგიტო გამოვიწერე, რომ მეთქი ნახო ერთი რა არის თქო რა, იმიტომ რომ ხო იცით ჰაიპში არის უამრავი პროდუქტი და რეალურად გამოიწერე რაღაცა ბანძი უბრალოდ გაპიარებული. სასწაულია. ბელგიაში საიტებიდან გამოწერთ ზალანდოს აქვს, რავი. ეს არის ტირტირის კუშონი. ეხლა მიშასაც წავისმო ხელზე და გაჩვენ. ხელზე ცოტა რთულია მესმის რომ აღიქვათ, მაგრამ ეხლა სახეზე მართლა ვერ წავისმო ამ ტონალურს, იმიტომ რომ ისა მაქვს რა ქვია. დაბანილი მაქვს სახე. ეს არის ეხლა მიშას ცნობილი მთელი საქართველოს გოგოები რო გიждდებიან. მე 27 გამოვიწერე, ყველა იძახდა, ვაიმე ძალიან მუქია 27, რაღაც beauty lab-ში ვარ გაწევრიანებული და იქ წერდნენ გოგოები, რომ მიშას 27-ო ისეთი მუქი არისო, რომ ვაიმე ვერ წავისვით, ეხლა ჩემთვის ეს 27 მუქი არ იყო. ეხლა გაჩვენებთ ამას, ეხლა აქ ხო ეს ტირტირი მისვია. გაჩვენებთ ამას. ამის ეფექტს. რა ეფექტი აქვს? მიშას. წავისვა. ეს მიშას იდეაში იმიტოა, კაი, ნახეთ. საერთოდ სხვა ფერია რა. ანუ როგორ ახსნა, ეს არის მიშა, ნახეთ, როგორი უფრო ისეთი ფერია. მე მოიცავთ აწამს უკეთე. ეს არის მიშა და ეს არის ტირტირი რა, ანუ ეს. ანუ ეს მიშა ეხა როგორც ჩანს, ნახეთ, არის უფრო თბილი ფერი. ეხა ეს მუქი არის, საერთოდ არის მუქი. და აი ეს სხვა შორის ეს ტირტირი, ხო?
ოდნავ, ნახეთ, სიყვითლისკენ თითქოს არის მიდრეკილი, ნახეთ, ეს ფერი ისევე თუ მკითხავთ. მე ვარ არასწორი შერჩეული ფერი მაქვს ტირტირი რა. აქ ამ ტირტირს აქვს თავისი ფილტრი TikTok-ზე. სადაც შეგიძლიათ დაახლოებით თქვენი სახის სკანისფერი აირჩიოთ. მე მეორე ფერი ხა არ მიდევს, კი გამოვწერე სწორი, მაგრამ თავიდან შემეშალა, მაგრამ მიშა კარგია, იმიტომ რომ ძალიან ის არის. კი, ტირტის ფერი აქ ეს უბრალოდ მე გამოვწერე არასწორი ფერი და ჩემთვის არის საკმაოდ მუქი, თორე აქვს ფერები და უნდა არჩიოთ. უბრალოდ ძალიან კარგად უნდა არჩიოთ ფერი რა. ხო, ტირტის უფრო მაღალი დაფერვა აქვს, კი. ეხლა ვინც ძალიან მაღალ დაფერვას ეძებს, მათთვის არის ეს Estée Lauder-ის Double Wear SPF 10-ით. ნუ აი ეს სიმართლე გითხრათ, ჩემთვის 60 евро თუ რაღაც ღირს, ანუ მეორე თამაში მე 60 ევროს არ გადავიხდიდი. მაშინაც იმიტომ ვიყიდე, რომ ჩემმა მეგობარმა კარგი არისო ესო რაღაცო ძალიან ესო, ანუ ასე რომ მისვია, ეხლა მას წავის მე განახევთ, ეს არის Estée. ეს უბრალოდ ღია ფერი მაქვს, ეხლა მე კი ის მაქვს, ანუ ნახეთ, ხალს როგორ დამიფარავთ, ეხლა ხედავთ ხალს, ნახეთ. უბრალოდ მეგობარმა მირჩია რა, რომ Estée Lauder კაია და რაღაცა რა, აი. ნახეთ როგორ გააქრო, ანუ და ახლა მე გადასმული მაქვს თან თხელი ფენა, ანუ ეს არ გეგონოთ, რომ სქელი მისვია, ანუ აი ეს არის Estée Lauder-ი. ეს არის ბუნებრივი ფერი, ახლა მე გამუქებული ვარ სახეზე, მაგრამ ეს არის აი Estée Lauder-ი. აი როგორ ჩანს არ ვიცი. ეს ფერი. ანუ მე არ მომწონს, მე მემძიმება სახეზე. ეს შეება იმიტომ, რომ მე ტონალურის მოყვარული ადამიანი არ ვარ. მაგრამ ცუდი არ არის, ანუ მოკლედ თუ გინდათ გამოსასვლელი მაკიაჟი გაიკეთოთ, აი ძალიან კაი დაფარვით, როგორც სალონში გაგიკეთებდნენ, მაშინ ეს ტალდერი უნდა იყიდოთ, მაგრამ მე როგორც თქვი, არავის ეგეთ მაკიაჟს არ ვიკეთებ. ემას შაყარებულს დაშორდი, ისეთი კარგები ხართ ერთად, არა ჩემო კარგო, მე-5 წელია უკვე ერთად ვართ და არ ვგეგმავთ დაშორებას. კარგია, მაგრამ სქელია, თავსკინი არ მომეწონა საერთოდ. ტირტირი რა ღირს, მე ეს mini size ვიყიდე, ტირტირის 15 თუ 16 ევროთ, ან დიდი არ მიყიდია, მაგრამ ესეც საკმაოდ კაი ზომა არის რა, მე დასტესტა დავიღე. ტირტირი 21-ია შენიო? არა, მე 29 ვიყიდე ნატურალური ბეჟი და აღმოჩნდა ძალიან მუქი და მე მეორე ვიყიდე, უბრალოდ ყუთი არ მაქვს ამის, ანუ უფრო ჩემი ფერი რომელიც არის და არ მახსოვს რომელი ფერია ეს. მიშას კუშონი გამოგიყენებია, ძალიან კარგიაო. მიშას არა, ბიბი ვიყიდე და ხრავი. და ასევე ძალიან კარგია. ხა ეს გავტესტო თუ ტესტოა. ეს მართლა არ მაქვს გამოყენებული ერბორიანის სისი კრემი. იქნება თქე სისის მაინც ეს სისი მაინც წავისვა, მეთქი იქნება არაფერს რო არ ვისმე. ხა მეორე ხელზე გაჩვენებს, ან დავიბან ამ სისის. ეს სისი ცით რითი არის ხალხო კარგი ეს ერბორიანი ის თქვენ სახის კანზე ადაპტირდება. ანუ სახეზე იცვლის ფერს რა. ეხლა ზოგს რო გონია რომ ეხლა გამოიგონა ბიბი კრემები რო სახეზე ფერს იცვლის, ანუ უკვე სამყარომ გამოიგონა. ნახეთ როგორ ფერია. გაჩვენებთ ახლა. ტირტირი მესვა უკვე და ქაღალდი გადავისვი მოვიშორე სამწუხაროდ ვერ დაინახავთ. ნახეთ ეს როგორია ერბორიანის სისი. ნახეთ ახლა გადავისვა. აი გეგონებათ ხელის ეს არის სისია და ხა ფიქრობთ ალბათ დამატენიანებელი მისვია, ხო? ჩემჩხილები არ შეიმჩნიოთ, შილაკი მაქვს ერთი თვეა მოხსნილი. ჩემჩხილებს ვიზრდი ასე რომ არ შეიმჩნიოთ. აი ნახეთ როგორი ფერი გახდა. ნახეთ. ანუ ეს არის რაღაც სასწაული ხალხო. ანუ ნახეთ. ეს არის საოცარი სისი კრემი, ან ნახეთ უბრალოდ. ან ნახეთ. ეს ანუ კი არის რაღაც 50 евро, მაგრამ ჯერ იმხელა, ეს ჩვეუბრალოდ ამის ქვემოთ ამ ერბორიანს რო ისვამთ, ხო?
არ გჭირდებათ, არც დამატენიანება სახეს რომ დაიბანთ, ეს დამატენიანებელ სისი კრემი არის და ფერს ალბათ ხედავთ როგორი ბუნებრივი არის. ცხიმიანი კანი არ მაქვს, კომბინირებული კანი მაქვს უფრო, ანუ გამოკვეთილი არც სიმშრალე მაქვს და არც თითქოს ტეზონა ზოგჯერ უფრო ცხიმიანი მაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი ესე. ჩემი მიკოს ყველაფერი უხდება თუ გინასაუბრე კრემი წაის. აი ეს არის ჩემო კარგო ერბორიანი, აი. ეს არის რა წერია Claire რაღაც ეგეთი ის აქვს სახელი. და ეხა მინდა ვცადოთ, წამიდები რომ გამოვიდა და რაღაცა. ხო, კომბინირებული მაქვს, ეხა გამონაყარი აკნე რაღაცა, არასდროს არ მქონია სიმართლე გითხრათ. რამე მაკუთხით რომ გირჩიოთ და არც ძალიან ცხიმენი, არც ძალიან მშრალი. და ეხა მინდა ძალიან Elf-ის Glow დავტესტო. ვითომ ესეც მაგის ის არის დუპი კატრისმა გამოუშვა. ბიბი და სისი კრემებზე ვსაუბრობდი თეონა და ერბორიანს აქვს ძალიან კაი სისი კრემი, მაგას ვამბობდი. და კატრისმაც გამოუშვა მაგ ფილტრი, ეს შარლოტ ტილბურის ის დააპატენტეს რა, როგორც Elf-მა გააკეთა და ესეც კარგი არისო, ეს კატრისის ვიყიდე. ესეც ფილტრია რა, მაგისი პატენტი ესეთი ის აქვს. რაღაცა ვერ მოვიწონე დიდად. ეხა ეს Elf-ი მინდა ვცადო. ასე დამეზარა სავაჭრო ცენტრში წასვლა. არ ვიცი, აი თუ გავედი ამ დღეებში, Elf-ის Glow მაგ და კარგია. ხო, გამიგია რომ ვუყურებ. ეხა ჩემსავით ვისაც დაფარვა არ ჭირდება და Glow ეფექტი მოწონს. მეც ვიცი რომ კარგია. არც ძვირი აღეს ეხა რომ ვერ დატესტო და ვერ იყიდო. ასე რომ მინდა რომ ვიყიდო. როგორ ხარ? კარგად, ანი, შენ როგორ ხარ? მაჩუქეს და ძალიან მომეწონაო. მე წამწაყვანთ თქვენს თორე ხდებენ და დავიბანო. იმდენი ისინი ვიტყიბნე რომ თქვენთვის საჩვენებელი ის რომ მოვაწყე. მე არ ვარ მოყვარული ამ ტონალურებისო. ხო, ტონალურების მოყვარული ჩემო კარგო. არც მე არ ვარ. ბოდიში წყლის ხმისთვის, მაგრამ ისინი და მოვიშოლა. რეკვესტი გავსად გამისანა რეკვესტი. მეც მომძიმ. ინსტაზე, ოკეი, მეც მომძიმებს ტონა. ხო, ანუ ვერ ვიგუებ. იცი როგორ მომწონს, რომ აი გოგოებს ყოველდღე ტონალური უსვიათ, ვერ შევიგუებ, ვერც მაკიაჟის გაკეთება და ვერც ტონალური. ესეც ახლა ამიდები რომ გამოვიდეს და გავიმუქე, იმიტომ ამ სახე ამ წვეთებით, რომ რაღაცა ცოტა ისეთ ეფექტს გაძლევს და ეს ტუჩის თინთი რაც მისვია რა ტუჩზე. განარჩენი ხო? ანუ ძალიან მომწონს, მაგრამ ვერ ბიბი კრემს დავტესტავდიო. შეყვარებული სად ყავს სახლში? გარეთ ვიყავით ერთად ჩვენს მეგობართან და მოვედით სახლში ვართ კარგად მშვიდობით. წამი დაგდებთ ხალხო. ეხლავე. ეხლა მოვალ. მეც ეგრევა მარტო უფერული გლოსი 1000 შეცხელტუში. ხო, მაგ ტუშსაც კი ვერ ვიტან თვალზე. არ ვიცი ეს მე ვარ ალბათ ნევროზიანი თუ რა ვერ გეტყვით, მაგრამ არ ვიცი ვერ ვიტან. შუახნის ასაკის კრიზისი მაგ მგონი ყველაფერი მაქვს და
ხოთ სახის მოს როცა საერთოდ მე კი რა ლამაზი ხარ სოფია მადლობა შენც ძალიან ლამაზი ხარ რა გითხრათ რით გაგახაროთ თქვენც ჩემსავით თუ ბევრ ფულს ყრით ეხლაც უაზრო რაღაცეებში დაიწყეთ შემადგენლობის წაკითხვა მე ამას გირჩევდით და შემადგენლობას რო წაიკითხავთ მე მიხვდებით რომ ბევრი ბიუჯეტური პროდუქტით შეიძლება იყოს ძალიან კარგი და ზედმეტი ფული არ გადაიხადოთ რაღაცეებში თუ ზედმეტი ფული გაქვთ გადაიხადეთ კოლაგენში გადაიხადეთ ვიტამინებში ვიტამინები დალიეთ ომეგა D ვიტამინი ფრჩხილის თმის ვიტამინი ნუ გადაყრით ყვილად და უაზროთ ფულს რაღაცა გაპიარებულ პროდუქტებში ეს იქნება ჩემი რჩევა იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გოგოების მესმის ხოლმე არა მარტო გოგოების მეც ბერჯერ მithქვამს რომ აიმე რატო არ მისდება თმა სწრაფად ამებს ხო ვისმევ თუ რაღაცა ორგანიზმში პრობლემა არის თუ არ ვსვათ ვიტამინებს მარტო თმაზე რაღაც რო წავისვათ ხო ანუ ეგ არაფერს არ უშველის აი საერთოდ არაფერს მოგესალმებით ირმა ჟიონში სახისმოების პროდუქტებს ყიდულობ ხა კორეულ ბრენდზე გადავიდე მეც მინდა ანუშკა გადავიდე კორეულ თავის მოვლაზე ვინც იყენებთ რა სიტყვით აბა თქვენ ეს ახლა ლაროშები ხომ ცხოვრებზე იტესტება რაღაც და ნუ ეს ბრენდები იმედი არ იტესტებიან მეც მინდა გადავიდე Korean Skin Care-ზე ჩემი საყვარელი benefit-ის თურმე იტესტება არ და benefit-ის ეს წარბის ფიქსატორი არის ჩემი ცხოვრების აზრი აი ხა მთელი დღე მისვია არც გამხმარი არ მაქვს წარბი კი ხედავთ ანუ აი თეთრი ერთი წერტილიც კი არ მაქვს წარბზე ანუ კი ძვირი ღირს მაგრამ დიდი ხანით გააქვთ ახლა ეს ერთ თვეში და ორ თვეში არ მთავრდება დამიჯერეთ რა ეს benefit-ის გელი და ასევე benefit-ის ფანქარიც ეს ხრის გონი 30 ესეც მაგრამ გააქვთ ერთი სამი თვე Medicube მოდი ძალიან მომწონს და Medicube მინდა ვიყიდო ომეგა მეშინია ნუ გეშინია ირმა ეგ არის მითი რომ ვიტამინები წონაში გამატებინებს არ არის ეგრე მეც ეგრე მეშინა და სიმართლე გითხრა ხა ეროსი ცვამს ვიტამინებს და ეროსი არის რა ვიცი 55 კილო 60 კილო რა ყველანაირი ვიტამინი სვავს ვიტამინი არ შეგაშნოს D ვიტამინი უმნიშვნელოვანესი ომეგა 3 თმის ფრჩხილის ვიტამინები ანუ აი ამებში გადაიხად კოლაგენი ახლა დღეს მეგობრებო მეჩემი არ ვსვამ კოლაგენს და მითხრა რომ ისო ძალიან კაია დალიეო რა კოლაგენიო და უნდა დავიწყო აი მაგაში გადაიხადეთ ფული დანარჩენი იყიდა იმ ერთი კურსი გააკეთე ეგ 10 წელი ისაც არ უნდა სვარა გააკეთე კურსი აი ერთი თვე დალიე ომეგა ან ორი თვე გააკეთე ან სამ თვეში ერთხელ გამეორე 6 თვეში ერთხელ თვალი შავი ფანქარი ხო არის არა ანუ ერთადერთი შავი ფანქარი მაქვს ანა Revolution-ის და ძალიან მაინტერესებს როგორ ისმევენ თვალის ქვეშ შავ ფანქარს იცი როგორ მომწონს D ვიტამინის მე ზოგადად ყველა ვიტამინს ვსვამ ლუკოვიტალს აქვს ძალიან კარგი ვიტამინები და არის ძალიან იაფი აი ჰოლანდიური საიტიდან გამოიწერე ანუშკა სულ არის 2+1 ან კაპიკებში გამოიწერ ვიტამინებს მე სულ ჰოლანდიური საიტიდან ვიწერა ის სულ დედაჩემს ქონდა D ვიტამინი დაბალი და ლუკოვიტალის D ვიტამინი გაუგზავნე რომ გადაამოწმა ანალიზები რომ მივიდა ექიმთან ანუ რა სვამ ექიმა რომ D ვიტამინს სვამდიო და დედაჩემ ლუკოვიტალი ჩემაშვილმა გამომიგზავნაო და საქართველოში არ არის მგონი პოპულარული როგორც ვიცი რა ლუკოვიტალ NL მე მგონი ხო ლუკოვიტალ წერტილი NL მიაწერეთ ანუ ჰოლანდიური საიტია შედით და ნახეთ რა აქციები აქვს ეს პაჩი ძალიან სოლგარიც კარგია სოლგარი ვიცი რომ საქართველოში ძალიან პოპულარულია მაგრამ სოლგარზე უკეთესი არის ლუკოვიტალის ვიტამინები გიჟდები
იმიტომ მარტო სახეზე რაღაც წავითხრაპნოთ და თმაზე ვიზილოთ, არ შორის ყველაფერს. Привет, ჩვენი მოგზაურიც მოსულა. ხალხო, ჩემი ლაივი დაალაიქეთ რა. Please. აური ცვა მე მაინტერესებს უტავი. მიშნები წვეთოვანს არ ვსვავ არაფერს. ანუშკა მადლობა გულისთვის ლამაზო. რა ვიცი გოგოშკები, რა ვიცი რა გითხრათ, დრო რო უკან დამაბრუნებინა, რა ვიცი, ღმერთო, ამ დებილურ პროდუქტებში რაც ფული მიხარჯავს, ან სად მქონდა ჭკუა, ანუ წაიკითხე შემადგენლობა. აი წაიკითხე. აი გლოსები აიღეთ ელემენტარული იმ დღესაც ლაივში საუბრობდი რა. აუ თელი ის რო არის ატეხილი ბუმი დიორის გლოსზე. ანუ ის პარში ყავი შესული და იმ გოგოს ვეუბნები მაგათ ტესტერები ხტესტებს ვერ წავისმა ვერავის წასმულ სტუდზე იქვე როდებს და მაგათ ასევე აქვთ ცალკე რომ რაღაც გადმოგიტანო პატარა ტუბში და მეუთხარი არ მინდა პატარა ტუბში ერთჯერადი ჩხირი ჩვევებად აქვე ამომიღე მომეცით ხო რა რომ წავისვა თქვენ რომ მაინტერესებდა ხა 50 ევრო ხის გლოსი ხო ხო და წავისვი ანუ იგივე წებოვნობა, რაც აქვს კიკოს გლოს, რაც აქვს ესენსის გლოს, ანუ ჩვეულებრივი. მე წავედი და ეგერ ვიყიდე ესენსის ესეთი გლოსი. ჩემი შეყვარებულიც მოსულა გლოსი გლო. იგივე ზუსტად ეს 2 ევროიანი გლოსიც იგივე მოვალეობას ასრულებს, რასაც ძიორის გლოსი. უბრალოდ დიორია და ეხლა ყველას რაღაცა დიორის გლოსი. აი ხა ვისაც რაღაცა მილიონები აქვს და რაღაცა ოკეი, გადაიხი, მე მილიონერი არ ვარ. საშუალო ფენის ადამიანი ვარ, რაც ძალიან ბევრი მაქვს, არც ცოტა. ამიტომაც ანუ 50 ევრო გლოსში არ უნდა გადაიხადოთ. ხო, სახელია, კი. აი უბრალოდ სახელი. აი დიორის გლოსი რო არის. მე ზოგადად გლოსები არ მიყვარს და ამიტომ ადრე კიკო ვიყიდე ეგრე მიწებავდა გარეთ იმა ყველა თმატუძე მქონდა მოკრული და რაღაც მაინც მინდოდა ეს გამჭირვალე გლოსი და ვიყიდე ეს ესენსის აი ნახეთ ჯერ როგორი წებოვანია ყველა გლოსი ნახეთ ანუ მადლობა საჩუქრისთვის აი ეხლა რა ლამაზია რის ჩამორჩება აი რითი ჩამორჩება დიორის გლოს, ან რა შვება ის სხვას, მითხარით უბრალოდ რა ფუნქციას ასრულებს. ეს მოვიყიდე გამჭირვალე თორე ესენს უამრავი ფერადი გლოსები აქვს ძალიან ბევრი. მე პომადა ვიყიდე კიკოში უბანძესიო. არა, კიკო არ არის უბანძესი, კიკო ძალიან ბიუჯეტური ბრენდი არის და ბიუჯეტური ბრენდისთვის ძალიან კაი რამეები აქვს, მაგათი რაღაცები მქონია. მაგრამ ფანქრები ჩემთვის ნიქსის ფანქრები ტუჩის ყველაზე კაია. ნიქს ძალიან კაი ფანქრები აქვს. გიხდება გლოსი. ხო გოგო, ისეთი გოგო მინდა. გავხდე აი გლოს რო გადაისმევენ და რო გადიან გარეთ, აი გლოსი მისვია. აი ვიღა მინდა რომ მოვიგლიჯო ტუჩი და ვერ ვიტან, ვერ შევეგუე ამ გლოსებს ვერაფრით. ხალხო, მადლობა, ვინც ალაიქებთ ლაივს. ვაი, რამდენი ვილაპარაკე, ენა მეტკინა და თქვენც ჩემთან არ იღლებით და რომ ქაქანებთ და ვლაპარაკოთ, მიყვარს. კიდე მაქვს ესენსის ტუჩის ზეთი ვიყიდე და ტუჩზე რო წაისმეთ ვარდისფერი ხდება. ანუ სერენა არ არის ლაივში გავიდა. მე კარგი ჰაილაითერი მინდა. ჰაილაითერი მე მაქვს ესტე ლაუდერის 3 არის ერთად. საუკუნე მაქვს ეგ ჰაილაითერი. შევადაც გავვიდა, მაგრამ იმედი არა. 2 წელი აქვსვა და სხვა ჰაილაითერი არც მიყიდია. არასდროს. თუ ჰაილაითერები არ მიყვარს. ჩემი პირველი ჰაილაითერი იყო ის, რა ქვია. ეროს მამაჩუკა შარშან თუ იცით საახალწლო ყუთი რო ქონდა ესტე ლაუდერს რა რაღაცა შრატები და
პომადები რაღაცები ძალიან დიდი ყუთი იყო და მაგაში აუმივიდა ეს ჰაილაითერი. ანუ ჰაილაითერია, ეთყობა როგორ ვიყენებ, ნახეთ. თითი ვარდისფერი, ეს ჰაილაითერი და ეს მუქი. აი, მაქვს საუკუნია. ენზო, ეგ შეგიძლიათ დედა შენ შესთავაზო და შენ გვერდით მყოფებს. ალბათ შენც ესე გაიზარდე, რომ მაგას გიკეთებდნენ და ეგრე ხარ მიჩვეული, ამიტომ სხვაც ეგრე ნუ გონია. ანუ შენ როგორც გზდიდნენ, ეგრე ნუ გონია სხვა. ნუქსის გლოსი ხის თავსახურაა. კარგი, ავიცი რაღაც ისეთი ამოსაღები აქვს, თაფლის ის გეგონება ხო? ვიცი რომელზეც იძახი. ვიცი. ხო, ძალიან კარგი იყო თქვენთან საუბარი, ძალიან გავერთე, პირველი საათი ხდება. რა მისვენინიცა და კოლისტარის bronzing drops, ანუ კოლისტარი რო არის ბრენდი, მაგას აქვს მუქი წვეთები, ესეთი სერუმივით თხელი და ეგ მისვია. წარბები გაკეთებული გაქვთ? არა, წარბები გაკეთებული არ მაქვს. წარბები მაქვს დაფიქსირებული benefit-ის სიმით დასაფიქსირებით და ოდნავ რაღაცები შეკორექტირებული მაქვს, ასევე benefit-ის წარბის ფანქრით, აი, ეს ორი პროდუქტია. რაც მაქვს გამოყენებული წარბებზე, ეს არის ესეთი ჩოთკი აქეთ. ეს არის ესეთი ფანქარი. და ეს წარბი მაქვს გაკეთებული, დაფიქსირებული შუადღის 2 საათზე. ეხლა არის პირველი საათი და ამით თავზე რა მაგდია? ალბათ ხედავთ. რაღაცები არის, რაშიც ძვირის გადახდა ღირს, ანუ რაღაცები, მაგრამ ბევრი რაღაც არა. საქართველოს შემოდის პერეკისის ტაბლეტები თეთრები. რა ვერ მივხვდი რა პერეკისის ტაბლეტები თეთრები. მოკეთ ხახო გავედი. ალბათ კვირიძილი ყველას შევახვალ შემოგიერთდეთ, ნახოთ. ეხლა დავიძინო, პირველი საათი ხდება ჩვენთან. მადლობა გოგოშკებო, ვინც იყავით ლაივში. კარგი იყო თქვენთან საუბარი, არა მარტო, მაგრამ უფრო გოგოშკებო, იმიტომ რომ რაღაც ისეთი ლაივი გქონდა. და ხო, დროებით. უკეთ ჩემ რუჯმა ისეთი დაიმსახურა მოწონება, თუ მე ვერ დასკრინეთ.